იღვლიანებო, ვინმე გამარკვიეთ, აი ეს რა ჯანდაბა. მოკლედ, მოგესალმებით, ჩვენი მოგზაურობები დაბრუნდა თქვენთვის და ვიმყოფები პარიზში. ცოტა ხო არ გეუცნაურად. ყველა ვინც პარიზში გარბის, ან ეიფელთან, ან ლუვრთან, ან ტრიუმფალურ თაღთან იმყოფება. ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ განახოთ პარიზის ერთ-ერთი გამორჩეული უბანი, რომელსაც ქვია La Défense. ეს არის ნიუ-იორკი, იგივე ცათამბჯენების პარიზული უბანი, რომელიც ჩემი მოგზაურებული აზრით ძალიან underrated და უცნობია. ამიტომ უნდა დარჩეთ ჩვენთან ერთად, გამოიწეროთ, დალაიქოთ ჩვენი ვიდეო და ჩვენი არხი და წავედით წინ, ძალიან მაგარი ამბავია. ჩემი აქ ყოფნის მიზეზი არის top 14-ის დიდი დაპირისპირება პარიზული დერბი Racing 92 Stade Français წინააღმდეგ. ეს არის გამორჩეული თამაში, სადაც იქნება აბსოლუტური დაუნდობლობა, ინტენსიურობა, ფიზიკურობა, ბრუტალურობა და ნგრევა. რატომ? ეს არის გასავარდი ზონის თამაში, ეს არის დერბი და ისედაც არ უყვართ ერთმანეთი და საფრანგეთის რაგბის კავშირმა ჭკუა იხმარა და უცხოელი მსაჯი ჩამოიყვანა თავის ტკივილის ასარიდებლად. აი ესეთი ამბებია ძვირფასებო. Racing-ის თამაშობს La Défense-ზე, რომელიც უკვე გითხარით როგორი უბანია და აქვს ძალიან მაგარი სტადიონი, მაგარი არეალია, მე ძალიან მიყვარს, არაერთხელ ვარ წასულში ნამყოფი და თქვენ უნდა გამომყვეთ და ერთად დავათვალიეროთ ეს ამბავი. აბა წავედით, განახებთ ჯერ სად ვიმყოფები და რა ხდება აქ. La Défense-ს უბანი სამ მუნიციპალიტეტს მოიცავს: ნანრი, კურბუაიე და პუტო და შედგება ძირითადად ცენტრალური მოედნის გასწვრივ ჩამწკრივებული საოფისო ცათამბჯენებისგან. 3.5 მილიონი მეტრ კვადრატ საოფისე ფართით ეს ყველაზე ვრცელი მიზნობრივად გაშენებული საქმიანი უბანია ევროპაში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრი მსოფლიოში. კი, ამაზე არეალია, მაგრამ რაღაცა ჩხანი ძეგლები კი დგას ისე რა, იმ თითის არ იყო. გამოიწერეთ ჩვენი არხი. აი ჩვენი დიდი არკა ზუსტად მოპირდაპირე მხარეს შორს ყოფ ტრიუმფალურ თაღზე არის გასწორებული. იცოდით ეს ამბავი? La Défense-ზე ასევე არის ძალიან მაგარი სავაჭრო ცენტრი. შევიხედოთ ერთად, ნახოთ რა მაღაზიებია და საინტერესო რაღაცები დავათვალიეროთ, აბა წავედით. დიდი მაღაზია არის Adidas-ის. აუ რა კაი ბუცებია, ძალიან კაი ბუცებია მართლა. და ღირს 85 евро, მაგრამ ორი ცალი მაქვს, რასაც ხვარობთ. აი ხა ყველა ხო არ ვიყიდი მესამეს, მაგრამ მართლა კაი ბუცია. ფასებიც ადეკვატურია La Défense-ზე. 200 евро. არაფერი არ მჭირდება. წავედით აქედან. რაღაცაობა. პოლს ხო ხედავთ? ხო და ჩვენთან თბილისში ვაკეში რა, როს ხედან და აუ პოლში ვარა და რაღაცა ცოტა ისე რომ შეხვიდე სპორტულად, ესე რომ გიყურები. ჩვეულებრივი fast food-ის აბიგალოკა. ამიტომ ძალიან უგაგიტყვევათ მაშინ. ეს არის სპორტული დეკატლონი, სადაც აბსოლუტურად ყველა სპორტისტვის არის რაღაცეები და როგორ მინდა რომ ერთი ცალი იყოს საქართველოში. ქვედა სართულიც აქვს ამ დეკატლონს. იმაზე დიდი სექცია, რაც ზევით. ძალიან მაგარია რა, ეს არის ავი. ყველაფერს იშოვი რაც გინდა. არც აქ არაფერი არ მჭირდება და გავედით ახლა ნელ-ნელა მოლიდან და უნდა ვარჯიშსაც მივხედო. წამოდით ჩემთან ერთად ირბინეთ. საინტერესოა რომ ხალხი პარიზში რო ჩამოდის ჭკუაზე არ არის რა. კაბები, სურათები ერთია მოვიდა მე გიჟივით მოკლე მკლავიანით რომ უნდა ვირბინო ახლა შუა პარიზში. წავედით.
ჩემი თბილისის ზღვა მირჩევნია რა, მაგრამ ცუდი არა. ესეც მადლიანი 5 კილომეტრი ვირბინე უცებ რა. სადაც არ უნდა იყოთ, ნიუ-იორკში, პარიზში, ყაზბეგში, თბილისში, დარბაზში, დარბაზის გარეთ არ დაგეზაროთ ვარჯიში და მეტად ბედნიერები იქნებით, აი გპირდებით მაგას რა. არ დაგეზაროთ, აჯობეთ აკუთარ თავს. კარგი სირბილისა ვარჯიშის მერე ისე როგორ ჩაივლის დღეს საფრანგეთში, რომ სტეიკი არ დავაგემოვნოთ. ერთი კაი სტეიქ-ჰაუსი, არა პრემიუმი, ვიცი, ლადიფენსაზე და იქითკენ მივეშურებით, დამეწვიეთ და ერთად გავსინჯოთ და ვნახოთ როგორია. გზაში უნდა გავიარო რასინგის სტადიონზეც და იმასაც შეგახედებთ თამაშამდე, რა თქმა უნდა, სიწყნარე იქნება ჯერ, მაგრამ ძალიან კაი სტადიონია და გარედან დავათვალიეროთ ერთად. Racing 92 ფრანგული რაგბის ერთ-ერთი უძველესი ფლაგმანია. კლუბი 1890 წელს დაარსდა და არსებობის 135 წელს ითვლის. Racing საფრანგეთის ჩემპიონობა ჯამში 6 ჯერ აქვს მოგებული, ვერცხლის მედალს კი 7 ჯერ დაეუფლა. კლუბს ჯერ კიდევ არ უზეიმია ევროპის ჩემპიონთა თასის ტრიუმფი. ამჟამად Racing-ი top 14-ის ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს და ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის. რამდენი ბრძოლები საქართველოშია ესე რომ იმსახურებს დაკიდებას, ესეთი იყო სტადიონის ამბავი და მისი შემოგარენი. უფრო დეტალურად ვიდეოს ბოლოსში გინდა რა თქმა უნდა დაგათვალიერებინეთ. ახლა კი მოვადექით ჩვენ არკას. რამხელა ეს შოფერ ძაღლი. იცი რა მაინტერესებს ან წესით ხო რაღაცა იმდენის ფანჯარა, რომ ძალიან ბევრი ხალხი უნდა იყოს თუ ოფისი ან რაღაც არის და ძალიან ცოტა ხალხია. ვინმე თუ იცით რისთვისაა ზუსტად ეს არკა, ძალიან დამავალეთ თუ კომენტარში დამიწერთ და განმანათლებთ ასე მსახურება ეს უდიდესი შენობა. ძალიან იმედგაცრუებული დავრჩები თუ ბუტაფორია იქნება. არ მგონი. წავედით ახლა სტეიკისკენ. მოიცა სანამ სტეიკზე გადავალ, უცებ ფუაგრა შეუკვეთე. საინტერესოა რა გემოექნება. ძალიან მიყვარს ეს პაშტეტი, იხვის ბიძლის. ნორმალ კაი სტარტერი იყო, ნუ ფუაგრა საფრანგეთში ყოველთვის ოპტიმალური არჩევანია, იმიტომ რომ კარგად აკეთებენ და ძალიან კაი სტარტერი არის რა. 10-დან 7-7.5 წავა ამ კერძზე. ველოდებით სტეიქს. საჭაშნიკეში რაც ჭამეთ იმას ეთქობა რომ უკვე ვერ შეედრება, ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ ნუ რაც არის ეს არის და კარგია რა, ნახოთ. დავსინჯოთ, დავაგემოვნოთ, შევაფასოთ. მანამდე თქვენ გამოიწერეთ ჩვენი რაოლფეროვანი აქ. იდეალური მედიუ რეალი. რა ჩვენს ვიდეოში ნახეთ საჭაშნიკის სტეიკი იმისგან შორს არის მართლა ის იყო 10-დან 10 მოდი ვთქვათ 10-დან 10 იყო ეს არის 10-დან 7.5 7 ეს ვარჯიშობ უკვე თბილისში მოვუმატე ძალიან ვარჯიშს იმიტომ რომ ზაფხულში არის ლომების ტურნე გაგარკვევთ ვინც არიცით რა არის ლომების ტურნე ეს არის უპრესტიჟულესი სარაგბო მოვლენა მებზადები ძალიან მაგრად ძალიან მაგარი კონტენტი გელოდება წინ ხვალ არის ძალიან მაგარი და საპასუხისმგებლო დიდი ჯახი გამოგყევით ნახეთ სტადიონი ახლოდან და ისიამოვნეთ თამაშით აბა წავედით მე ვფიქრობ ხოლმე რომ რაგბი რო არა ამდენ რაღაცას ვერ ვნახავდი რა ცხოვრებაში
და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ვიპოვე პირველ რიგში ის რაც მიყვარს. ამიტომ გისურვებთ ყველას იპოვოთ ის რაც გიყვარს და მე ესეთი მაგიური ხდება რა ცხოვრება. როგორ ვარ ძვირფასნო, იღბლიანებო, დადგა პარიზული დერბის დრო. მივდივარ სტადიონზე, რა თქმა უნდა ფეხით, იმიტომ რომ 5 წუთის სავალის გზა არის ლა დიფენსა და მივალ ახლა და ვნახოთ ერთად როგორია ძალიან მაგარი დაძაბული პარიზული დერბი. ისეთ ბევრი ხალხია ჯერჯერობით, მაგრამ იქ დგანა სტადის წინ დგანა სტადის ფანები და გაუშვეს ფლაიერები და ამბები რა. აი ესაა ჩვენი სტადიონი, რაც განახეთ უკვე. მოვდივართ ჩემი სამსაჯო გუნდი. აბა ვნახოთ, შევიდეთ და დავათვალიეროთ რა ხდება შიგნიდან. Security არ გვიშვებს, ვინ ხარ თუ ვაფშე ვერ გვიცნეს. აკრედიტაციები არ გვაქვს, არ გვიშვებს. მე წავედით იმ საჯოს თვითონ security. თან ესეც საშინელი თამაში უნდა ვიმსაჯო, დაძაბული, მძიმე და თან უნდა იხვეწო რომ შეგიშვან რა. ეგაა ამ საჯის ბედი რა. ბოლოს უთხარი რომ მეთქი თუ მინდა თქვენი მსაჯეთ მეთქი ბავშვი. მე წავალ თქვი რა ის ბავშვი დავლევ თქვი. არა, მოდი. ოკეი, შევედი. ეს არის ემო სეტაპი რა. აქ ზის და აქედან მაწყდეს ინფორმაციას. ვისაც გაინტერესებს. სად ნახავთ ესეთ კონტენტს რა შუაგული ლა დიფენსადან მოგესალმებით. ახეთ ამხელა ეკრანია. თელი კედელი არის ამხელა ეკრანი თუ გაქვთ როდესმე ნანახე, აი არ ვიცი. და გვერდი ცალკე ეკრანები კიდე. და სტადიონი რა თქმა უნდა გადახურული. კინოში, აი დიდი კინოში გეგონება თავი, იქაც არ მინახავს ამხელა ეკრანი, ნახეთ რა მაგარია. აი. ცოტა სუნთქვა ჭირს ეს ადგილებში გადახურულში, იმიტომ რომ ბევრი ხალხია, ემოცია და სუნთქვაზე გირტყავს. მოკლედ თქვენ გეძღვნებათ, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ჩემს გამომწერებს ეს მსაჯობა. წავედი ხა მივხედო საქმეს და დაგიბრუნდებით თამაშის მერე, აბა, იმედია გადავრჩები. Advantage over for a knock.
Social security expense. საჯებით იტრამოებიან თამაშისთვის. აუყოთ. რთულია, რთული. მაგრამ კარგად ჩაიარა. ესე ყინული შევიგდე. ხდება, ვიღაცამ ბუცით დამისვა რა. კარგად ვიქნები, არა უშავს. კივილი არის ილუზია. Here's my friend Richard. Hey, yeah, good guy. Collecting memories from okay. ყველაფერი კარგადაა. ამოვედით მესამე ტაიმზე. წითელი ხალიჩაც გაგვიგეს. ისეთი საჯობა იყო, რომ წითელ ხალიჩაზე თუ არ იარეთ, თქვენო არ გამო. მაგრამ რასიქს კაი მესამე ტაიმი რა. აუ რა მაგარია, რა თამაშის მერე ხალხი კონცერტი. აი ეს არ რაგბი რა. ხალხი მოედანზეა და მაგარი კონცერტი მიდის. ძალიან მაგარია. ეს არის რასინგის სტადიონი. გამოიწერეთ ჩვენი არ. ესეთი არის ჩვენი მესამე ტაიმი, რასინგის გახარებული გულშემატკივრები და ფანები, ღვინო. კარგად ვჭამეთ, კაი კერძები მოიტანეს. ესეთი არის რასინგმა ესე იცის, კარგად მასპინძლობა. ესეთ ჩვენი უკვე დაწყნარებული და დამშვიდებული სტადიონი, ძალიან კაია, რაგბი ამით გამოირჩევა რა. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გაგიმარჯოთ, ეს ღერთვას უბედნიერები გამყოფო და აკეთეთ ის საქმე, რაც ყველაზე მეტად გიყვართ.